წმინდა მამაო, როგორ მოვექცეთ ქალებს, რომლებიც მონასტერში შარლით მოდიან. არ აღნიშნულობა მონასტერს ტაძარს ეტექი. ისინი ხშირად ამბობენ, რომ შარვალი არა მხოლოდ მოხერხებულია, უფრო მოკრძალებულიცა, ვიდრე ზოგიერთი კაბა. ახლანდელი ქალები ან მინიკაბებს იცავენ, ან შარლებს. ამ ორიდან ერთ-ერთს ეჩერება. მაშინ როცა ძველ თქმაში ამის შესახებ ნათქვამია გარკვევით და თანაც უკანასკნელი წვრილმანების გათვალისწინებით. ეს კანონია, მაგრამ იმის გარდა რომ კანონია ამგვარი, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელის ჩაცვა ამავდროულად უხამსობაცაა. კაცები გაცილებით იშვიათად იცვევენ კაბებს, ვიდრე ქალები შარლებს. ქალები, რომელშიც მინდორში მუშაობენ, ამტკიცებენ, რომ შარლით გაცილებით უკეთ მოძრაობენ, ვიდრე კაბით. ეს ყველაფერი ტყუილი მიზეზებია. წმინდა მამაო, დედები ხშირად ამბობენ, რომ გოგონებს შარლებს იმიტომ აცვამენ, რომ ისინი არ გაცივდნენ. განასხვა რაიმე არ შეიძლება მოიფიქრო. რა გრძელი წინდები არ არსებობს, ჩაიცვან და არ გაცივდებიან. ნებისმიერი მდგომარეობიდან იპოვი გამოსავალს, თუ ამის სურვილი გავს. წმინდა მამაო, როგორ მოვიცეთ, როდესაც მონასტერში მოდის ოფიციალური პირი, მთავრობა და მათთან შარვლიანი ქალი ახლავს. თქვენ აუხსენით, კითხეთ, სურს თუ არა, რომ მათ გამო გამონაკლისი დაუშვათ. დაარღვიოთ მონასტრის წესი და მონასტერში უწესობა მოხდეს. აი ნახეთ რა კაცად ეუნება, ამ ქალს უთხარიო. შენ გინდაო რომ წესი დავარღვიოთ სამონასტრო. გინდაო რომ შენ გამოგჟულოება ჩავედინოთ. წესით უნდა თქვას არ მინდა და ჩაიწოს კაბა. თუ არ ჩაიწოს, უნდა უთხრა მიბრძანდეთ ეკლესიის გარეთ. და ნახეთ რა გააკეთა. ერთხელ წმინდა მამაო 30 მასწავლებელი მოვიდა შარლით და ისინი შემოუშვით. ძალიან ცუდი, ასე არ უნდა მოქცეულიყავთ. უნდა გეთქვათ უკაცრავად, ჩვენ მონასტერში ასეთი წესია, შარლვიანი ქალები არ დაიშვებიან. ისინი იგივენაირად წავლენ სხვა სავანეში და როდესაც იქ არ შეუშვებენ, იტყვიან, აქა და აქ შესulis უფლება მუქცესო. თქვენ მათი კომპრომიტირება არ გსურდა და ანგარიში გაუწიეთ. ისინი კი ანგარიში არ გაგიწევენ. დაკიდეთ კარზე ფირფიტა წარწერით, წმინდა წერილის შესაბამისი ტექსტით. შეკერეთ ქვედა კაბები და თავაზიანად შესთავაზეთ შარვლიან ან მოკლე კაბიან მანგინოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან. აი ეგ მინდა გავჩერდე, ნახეთ. რას ფიქრობს მამა პაისი, რომ ქალი რო შავლით მოვიდა ეკლესიაში ან კაბით, არ იცოდა და იმიტომ მოვიდა და წესი რო არ იცოდაო, ამიტომ ჩააცვიტო. აქ ჩვენთან რამდენი დადის, წლები დადის და აქ იცმევს კაბას. აი რამდენი ქალი დადის. შეიძლება ზოგიერთი თქვენ გამო თქვენი თავის დაიჭიროთ. მოხვათ აქ შავლით, მერე ჩაიცმევთ, შემოხვათ ტაძარში, იგივე. ტაძარში რომ მოდიხარ, იმ დღეს მაინც ჩაიცვი კაბა. ამით ხო თაყვანისცემას გამოხატავ, შენი სალოცავის პატივისცემას გამოხატავ, ტაძარში მინდეგი ღმერთთან წარსდეგი და მოწესრიგებული მომგზავრე. წმინდა მამაო, მაშინ როგორ მოვიქცეთ, როდესაც შარვლით უფროს კლასელი გოგოები მოდიან. არა მარტო ქალები, უფროს კლასელი გოგოები რა გავაკეთოთ? ჭიშკართან გაუმასპინძლეთ. ეს დააფიქრებთ მათ. თუ წინასწარ გაფრთხილებენ მოსვლას ვაპირებთო, ტელეფონზე უთხარით. თუ შეიძლება მასწავლებლები და მოსწავლე გოგონები კაბებით მოდით. ამით ისინი გაიგებენ, რომ მონასტერს პატევით უნდა მოეპყრათ. აქერი არ არის. სამრევლო ეკლესიის მდლებმა უნდა აუხსნან ქალებს, თუ რატომ არ შეიძლება შარვის დარება. მაგრამ ნახეთ, როგორ განჟიან ისინი. რატომ არა აქვთ ქალებს შარვლის სიარულის უფლება? ხოლო თუ ამა თუ იმ ტაძრის სხვა მრევლის ქალები მოვიდნენ შარვლით, დელმა რაიმე უნდა მოიფიქროს. ეკლესია დედა და არა დედი ნაცვალი. აი სხვა ტაძრიდან რომ მოვა და იქ რო არ შეა.
აქ ისე უნდა მოიქცე, უნდა მიახვედრო, რომ გული არ უნდა ადგინო, რომ მე თავის მოძღვარზე გადაიწვით განკითხვა, ის რატო არ მეუნება, თავის თავს კი არ დააბრუნებს, მე მოძღვარს დააბრუნებს. იმან არ მითხარ. ნახეთ, ეუბნება, ეკლესია დედინაცვალი კი არა, დედაა. და ისე უნდა მოებრათო, რომ ადამიანმა გაიგოს ასეულები. წმინდა მამაო, იმასაც ბევრი ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრით ადამიანებს ეკლესიიდან აზევებთ. მაგასაც უგეუბნებიან. აბა რას პასუხობს? მაგრამ ძველ აღთქმაში ხომ არის ცნება, რომ რომლებიც ქალებს მამაკაცის ტანსაცმლის ტარებას უკრძალავს. რაღა უნდათ? მაგრამ ხედავთ ისინი სხვაგვარად მსჯელობენ. რატომ არ შეიძლება ქალმა შარვალი ჩაეწვას? რატომ არ შეიძლება სამრევლო საბჭოში ათეისტები შევიდნენ ეკლესიაში? აქ ჩვენთან ეს მოკავშირილია ჩვენ ეკლესიაში. საბერძნეთში არის შენარჩუნებელი ეკლესიას აქვს თავისი სამრევლო საბჭო. ამ სამრევლო საბჭოში არის მღვდელი, რა თქმა უნდა სხვა მღვდლების თუ არიან, მრევლის ის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემის იმსახურებენ თავიანთი მოღვაწეობის გამო, დიდი ხანი ადიან ძალიან სულიერად ცხოვრობენ და ისინი განაგებენ ეკლესიას. და ნახეთ რა შეუნება. ამ საებროვნო საბჭოში როგორც მოვლენები მოვიყვაროთ ახლა ჩვენ. ხო არ იქნებაო კარგი. ამიტომ შარვალი არ უნდა იაროს ქალმო და ნახეთ რა მოყვება რო ეკლესიაში მოიყვანო საბჭოში სხვა ხალხი. აი თქვენ ხანდახან მოგდით ხოლმე. არავის არ გეწყინოთ. ეკლესიაში მოხოთ და თქვენი წესების შემოტანა გინდათ ხოლმე. ახაცებს იგონით. ბაცო როგორც იყო ისე უნდა გააკეთო ყველაფერი. ახალი მოსული რო ხარ, იქ რო ხალხი დაკვდა 20 წელი დადის, იმათ პატივით უნდა მოეპყრა. იმათ ვარ მოწიწება უნდა გქონდეს, უნდა მოიკითხო როგორ ბზანდებით, როგორ ახარ. მე რო გავაწლები, შენს რო იქნები 20 წლის მრევლი. პატარა ბავშვები რომ მოვლენ, ისე თბილად მოგექცევი და გაგიკვირდება. და იცი რატომ მოგექცენ, რომ შენ ხებს ექცეოდე თბილად. სახარებაში ხო წერია, როგორც კიდე მოგექცნე, ისე უნდა მოიქცე ხებსო. რატომ არ შეიძლება სამრევლო საბჭოში ათეისტები შემოვიდნენ? ეკლესია და ხალხი ხომ ერთია, გვეტყვიან ისინი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ეკლესიის ბედი უღმრთევებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ტაძრებს ბიბლიოთეკებად, საწყობებად და მსგავს რამეებად გადააქცევენ. და რას გვეტყვით ამაზე? არ იყო ესე? შეიკრიბებოდა სოფლის საბჭო, ეს ტაძარი უნდა იყოს თეატრი. აქ უნდა იყოს ბოსემი, აქ უნდა იყოს აბანო. ხო გვახსოვს ახლა ის დიდები ვართ. რა ხდებოდა? ტაძრები როგორ ინგრეოდა? იმიტომ რომ იქი წესებს აღარ ასრულებდნენ. ერთ-ერთი წესი ტაძარში არის ქალს უნდა ეწვეს ისე როგორც საჭირო. მონასტერში შიშველი ტურისტები არავის სჭირდება. არანაირი გამართლება არ არის, რომ ტურიზმისგან შემოსულ ფულს მონასტრები ღატაკთა ჩაცმა დახურვას ახმარებენ. ეხლა აქ მინდა გავჩერდე. აი ჩვენ ეკლესიებში თუ წახვალ, დღესაც ხომ მივდეთ მოსალოცად. ვიღაცები შემოვლენ. რაჯიშისები არიან კაცმარაც. ტანსაცმელი არაც. თავშალი არ ახურათ. რასაც უნდა იმას აკეთებენ. და გვეუბნებიან ტურიზმი, კაცო. ნახეთ რას ამბობს, ეგ ფული არ აღჭირდება. ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარი იმასაც იტყვის, რომ შემოვიდეო და ფული დაგჭაო აქო. ამიტო ღარიბებს ტანსაცმელი უკიდეთო. ტყუილიო. ეს მაცტურის მახია, რომელიც ცდილობს ვერები საფრთხო მადლისაგან გააუცხოოს და ერის ადამიანებად აქციოს. პირიქით, სოფლისაგან ჭეშმარიტი განშორება, რომელიც ქრისტეს სახელისათვის აღესრულება, ვერ სათნოებებით ამდიდებს. წმინდა მამაო, სტომიონის მონასტერში იძულებული გახდით, რომ ტურისტებისათვის შესაბამისი განცხადებით მიგემართეთ. ეხლა ნახეთ რა საოცარ რამეს ეუბნება. დიახ, მე გამოვფინე დაფა განცხადებით. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს მონასტრის შესასვლელთან ეკიდა. ხოლო მანამდე 2 წუთით სავალზე 2 დაფა იყო. ერთზე ეწერა: შეუფერებელ ტანსაცმელში ცაცმულები მიბრძანდით მდინარეზე. აქვე იყო ის არის, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: შესაფერისა ჩაცმულები წმინდა სამვანისაკენ. აქაც ის არის უჩვენებდა გზას მონასტრისაკენ.
ხო კარგი წარწერებია. ეხლა ჩვენ აქ კარებზე უნდა გავაკეთოთ ერთი ნიშანი, წესით. შეუფერებლად საცმულები წადი ზღვაზე და ავრე ზღვაზე. ის არის და გავაკეთოთ. ნორმალურად ჩაცმულები შეუბრძანდეთ საუნეში. ეს ხო ჩვენი მოგონილი არ იქნება, აი მამები როგორ იწეოდნენ. კაცი მიხვდეს. წმინდა მამა, ჩვენ რა გავქნათ? წლის ამ დროს ძალიან ბევრი ქალი საუნეში მოშიშვლებული ზურგით შემოდის. ეხლა ზურგით მოშიშვლებული კი არა, ვერი თუკას უღოთ დადიან. ნახეთ რა შეუნება. შეუკერეთ მოსასხამები, რომ ზურგი დაიფარო. ამით ისინი მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მოვიდნენ. ქალი რო შემოდის, მოკრძალებულად რო შემოვა, ის გამოხატავს პატივისცემას იმ სიწმინდისა, რასთანაც მოვიდა. არ შეიძლება ის ეცვეს ადამიანს აფრთხილებას.